გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით ქართველი ერის განკურნებაზე. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მეტ პერსონალმა, იურისპრუდენციამ, ხო? ვისაც ევალება ქართულ ხალხზე ზრუნვა, ჩვენი მთავრობაც და ოპოზიციაც, რომ ქართველი ერი, ქართველი ხალხი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ჩემო ძვირფასებო, პირველი ეს არის ჩვენი ცნობიერების ამაღლება, ანუ ინტელექტის მაღალი დონე. ანუ ბაღიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ქცევის წესები, ჰიგიენური წესები, ხო? და საზოგადოებაში ურთიერთობა. აგრეთვე სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ზნეობრივი ნორმები, ეთიკა, ჰიგიენა და ოჯახის მცოდნეობა. განსაკუთრებით როდესაც უკვე ამთავრებენ, ხო, ეს მე-11, მე-12 კლასი რომ არის, ოჯახის მცოდნეობა, ანუ ქალისა და კაცის უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე სექსუალური განათლება, ესე იგი, მშობლებს რა ვალდებულებები და უფლებები აქვთ შვილების მიმართ, რათა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის, ხო, ოჯახის შექმნისთვის, გოგოები დედობისთვის და ბიჭები მამობისთვის, ხო? ასე რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ბედნიერი ოჯახების შექმნას, ანუ დღესდღეობით რო ოჯახები ინგრევა, მასე კი არა, ანუ ბავშვებს ვასწავლოთ, ხო, აი სკოლიდანვე უნდა ვასწავლოთ რა არის ოჯახი, რომ ოჯახი არის წმინდა და მას სჭირდება ძალიან დიდი გაფრთხილება და მოკლედ სიყვარული უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ხო? ასე რომ და ის სექსოლოგიაც უნდა ისწავლებოდეს, რომ ცოლ-ქმარი რო იქნებიან, ერთმანეთი გააბედნიერონ და ის ღალატები, ღალატი რაც არის, ხო, ეს შემცირდეს, ხო? ფაქტიურად ნულის დონემდე დავიყვანოთ ღალატი და ბედნიერი და ჰარმონიული ცოლ-ქმრული ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მომავალ თაობას. აგრეთვე უნდა ვასწავლოთ, ხო, ის ინფექციური დაავადებები, ვენერიული დაავადებები, რამდენად საშიშია, საზიანოა, აბორტი როგორი საშიში და საზიანო არის, ხო? სიგარეტი, ელექტროსიგარეტი, აგრეთვე ჩილიმი, ნარკოტიკები, რამდენად საზიანო არის, ალკოჰოლი, ხო? ანუ ფაქტიურად ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აგრეთვე სულიერ ჯანმრთელობაზე, რომ უნდა ვასწავლოთ, რომ ეს არის საკუთარი თავის მკვლელობა და განადგურება. უნდა ვასწავლოთ, რომ ჰომოსექსუალიზმი, ანუ კაცი კაცთან ურთიერთობა, აგრეთვე ლესბიანკობა, ანუ ქალი ქალთან, ხო, ბისექსუალიზმი კიდე, ანუ კაცთანაც არის და ქალთანაც და გზაკვალარეულია და თვითონაც არის ის საით არის, რომელი ორიენტაციის არის, აგრეთვე ზოოფილია, ანუ ცხოველთან ურთიერთობა, სქესობრივი კავშირი და ბავშვებთან პედოფილია, სქესობრივი კავშირი, რომ არის უმძიმესი, ასე ვთქვათ, დანაშაულიც არის, რა თქმა უნდა, სისხლსამართლის კოდექსით დასჯადით და აგრეთვე ფაქტიურად ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი აი ასეთ საქციელს არ უნდა ჩადიოდეს. ანუ ჩვენ ბავშვები უნდა აღვზარდოთ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვები. ანუ ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს განათლება, ანუ ცოდნა, ინფორმაცია, ბავშვმა იცოდეს, რომ აი ეს რომ არ შეიძლება, რატომ არ შეიძლება, ხო? აი რომ ვეუბნებით სიგარეტი არ მოწიო და რატომ არ უნდა მოწიოთ? რა ზიანს აყენებს ეს სიგარეტის მოწივა, ხო? აი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ხო? აგრეთვე უნდა დაინერგოს ჰიგიენური ნორმების დაცვა. ახლა ავტობუსში ახვალ, მარშრუტკაში ახვალ, ტაქსში ჩაჯდები თუ მეტროში, ოფლისუნი და ჭუჭყისუნი ხსით ხალხს, ანუ ხალხი, უმრავლესობა ასეა, ხო? რომ
ჰიგიენურ წესებს არ იცავენ, სუფთა ჩასაცმელი უნდა ეცოთ, იქ საუფლე დეოდორანტი უნდა დაიბანო, კბილები უნდა მოიწეს რიგონ, სტომატოლოგთან მივიდნენ, გაიხეხონ, ხო, დილას საღამო, ანუ ჯანმრთელობაზე სრულმა, ხო, ეს სკოლიდანვე უნდა ვასწავლოთ აი ეს ბავშვებს, იმიტომ რომ ზოგს არ ყავს ისეთი მშობლები, რომ მშობლებმა ასწავლონ, ამიტომ ჩვენ უნდა სახელმწიფომ უნდა ვასწავლოთ და აღვზარდოთ, რომ რაც უფრო ჯანმრთელი მომავალი თაობა გვეყოლება და ჯანმრთელი ხალხი გვეყოლება ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი და ბედნიერი ხალხი იცხოვრებს, ხო? ეხლა რო ქუჩაში გავდივარ, ბედნიერ სახებს კი არ ვხედავ, ხო? ხალხს ცხვირპირი ჩამოსწირი, დადარდიანებული, გზაკვალარეული, ზოგი რაზე ჩაფიქრებულია, ზოგი კი აგრესიულია უმრავლესობა, ხო? და უნდა ვასწავლოთ კიდევ ეს სერიოზული პრობლემა არის საჭის მართვა, ხო? აი ესეც სერიოზული პრობლემა არის, როდესაც ესე იგი უნდა მოხდეს ადამიანის ფსიქიკის შემოწმება, როდესაც მას არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მართვის მოწმება აიღოს და მანქანა მართოს, ხო? ან რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგალითად ნარკოტიკს მოიხმარს, ალკოჰოლს მოიხმარს, ხო? ჩვენ ვხედავთ რამდენი ავარიებია, ან გული აწუხებს, აგერ ხდება ხოლმე, რომ გული გაუჩერდა და ავარია, ან მხედველობის პრობლემა აქვს, ხო? ვერ ხედავს კარგად, ან ფსიქიკური პრობლემები აქვს, ხო? არ შეიძლება ის საჭესთან იჭდეს, ხო? ამრავე აი ესეთი ელემენტარული, ხო, უნდა მოწესრიგდეს, აგრეთვე საკვებ პროდუქტებზე უნდა მოხდეს კონტროლი, შემოწმება, ხო? ანუ ჩვენ რასაც ვჭამთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ორგანიზმი ისეთია, ისე გამოვიყურებით, ისეთი ჯანმრთელობა გვაქვს, ხო? ამიტომ უნდა მოხდეს შემოწმება და როდესაც ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობთ საკვებ პროდუქტებს, უნდა ეწეროს ეს გენმოდიფიცირებულია თუ ჯანსაღი საკვებია და რა შეიცავს და მოკლედ კონტროლი უნდა იყოს, ხო? აგრეთვე უნდა იყოს შემოწმებული კაფეებში, რესტორნებში, ხო, ჰიგიენური წესები, თუ ჰიგიენური წესები არ არის დაცული, ხო, იქ ბუზები არის, იქ თაგვები არის და ჰიგიენური წესები არ არის, ხო, ან ჭუჭყიანი ხელებით აკეთებენ იმ საჭმელს, ხო, ანუ ხელთათმანები არ უკეთიათ და არ არის იქ სისუფთავე, რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ ჯანმრთელობა დაგვიზიანდება, ხო? ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, აგრეთვე უნდა ქუჩებში საკმაოდ მკაცრად იყოს ჰიგიენური წესების დაცვა, ხო? იქ უამრავი ნაგავი ყრია, იქ რასაც ჭამს ხალხი, ეს ქალაქ თბილისში იქნება თუ თუნდაც აგერ ბათუმში წახვიდე და ზღვის ნაპირზე, რასაც ჭამენ იქ ყრია, ხო? და ფაქტიურად ხალხი აბინძურებს და ანაგვიანებს სამშობლოს, ხო, საქართველოს და მე გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელად. ჯანმრთელად ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ამდენი ნაგავი აბინძურებს ჰაერს, ხო, და ჩვენ აი ამ ჭუჭყიან ჰაერს სუნთქავთ, ჩემო ძვირფასებო, უნდა ირეცხებოდეს ქუჩები, ხო? მარტო დაგვახوارել იმას გარეცხაც უნდა, ხო? ასე რომ ჰიგიენური წესები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასევე გამონაბოლქვი, ხო? მანქანის გამონაბოლქვი უნდა შემოწმდეს, იქ ფილტრები უნდა იყოს, ხო? აგრეთვე წყლის გასუფთავება, ხო? ანუ სუფთა წყალი ეს მთავრობა უნდა აკეთებდეს, უნდა ამოწმებდეს და აი ეს ყველაფერი ჩვენ სუფთა წყალი რომ გვექნება, ჯანმრთელები ვიქნებით, ჩემო ძვირფასებო, ხო? მოკლედ ინტელექტის დონე უნდა ამაღლდეს ჩვენს საქართველოში, ჩემო ძვირფასებო, ქართველი ხალხის ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს და ვიქნებით ჯანმრთელები და ბედნიერები. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, წელიწადში ერთხელ უნდა მობრძანდეთ ჩემთან ბიორეზონანსულ კვლევაზე, უნდა გამოიკვლიოთ თქვენი მთლიანი სხეული, რომელიც ეს ბიორეზონანსული კვლევა არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და სწრაფი და თანაც იაფი, ხო? და თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით გამოიკვლიოთ თქვენი სხეული, რომ იყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. შეგახსენებთ, რომ
ჯანმრთელობა არის ბედნიერების საფუძველი, ხო? ჯანმრთელობის გარეშე ბედნიერება არ არსებობს, ჩემო ძვირფასებო. კონსულტაციისთვის და ვიზიტისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 571-24-08-17. გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას.